ლევან მაჭავარიანის განცხადებას აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში. ის რაც ბატონი მაჭავარიანის პოსტში წერია, რომ თითქოს სანქციებს ითხოვდა ვინმე, ჩვენ ყოველთვის და მათ შორის ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი ადამიანები ითხოვდნენ იმას, რომ სანქციების გვერდის ავლის ადგილი და ქვეყანა არ ყოფილიყო საქართველოს. შესაბამისად, ეხა ეს ყველაფერი, რაც ამ გრძელ პოსტში წერია, არის ამ ყველაფრისგან რაღაცნაირად გამოძრომის მცდელობები. პრობლემას ხედავი იმაში, რომ ერთი კორუმპირებული და აგენტურული მხარე მეორე კორუმპირებულს აბრალებს რაღაც სისულელეებს. ლევან მაჭავარიანს იმდენი პასუხისმგებლობა იყოს თავისი შეუსრულებელი დაპირება, რაც არის კვერცხის ფასის შემცირება, მაგას მიხედავს და როგორღაც უკრაინას აგერ რაღაცნაირად ახერხებს და მე რამდენი წელია თავს იცავს რუსეთისგან და მოეშვან ერთი მხარეს და მეორეც რაღაც პოლიტიკურ პოპულიზმ ომთან დაკავშირებით, რომ ომის დროს უამრავი ადამიანი იხოცება და უამრავი უბედურება ხდება და უბრალოდ სასაცილო არის, რომ ლევან მაჭავარიანი ომის კონტექსტში ცდილობს ახლა პოლიტიკური კითხვების დაწერას. სანამ ქართული ოცნების ხელისუფლება იქნება ხელისუფლებაში, საქართველოში ომი არ იქნება და იქნება მუდმივად მშვიდობა. ეს გაიხსენა ზუსტად ლევან მაჭავარიანმა, რომ როგორ ვითარდებოდა ეს პროცესები ადგილობრივი ქვეყნის მტრები, ჩვენი NGO-ები, ჩვენი ოპოზიციური კი არა და ქვეყნის მტრები, ვინც ოპოზიციად ესე თქვა მოიხსენებს საკუთარ თავს, როგორ ცდილობდნენ მაქსიმალურად გამოსვლებით, აქციებით, როგორ მოუწოდებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ჩვენ ჩავთვლიყავით ომში და რუსეთის წინააღმდეგ აგვეჩაღებია ფრონტი. ის რომ ხარს ვუჭერს ჩვენ უკრაინას არაერთხელ განაცხადეთ, როგორც სიტყვიერად განცხადებით, ასევე ქმედითი ნაბიჯებით. უკრაინას პირდებოდნენ პრისიერ გაწევრებას ევროკავშირსა და ნატოში, მაშინ როდესაც ახლა ყოფილი თავდაცვის მინისტრი საუბრობს, რომ ნატოში გაწევრება შორეული პერსპექტივა, ან საერთოდ რამდენად გაწევრდებიან, ეს გაცმა არის. როდესაც საქართველოში ნებისმიერი ადამიანი უბრალოდ კითხვას დასვამდა, რომ თუ როგორ ხდება, როდის ხდება უკრაინა, ან რა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ხდება ნატოს ან ევროკავშირის წევრი, მაშინვე ის რუსეთს უმეტ გადაიქცეოდა, მოღალატედ გადაიქცეოდა და მაშინ და ამ ადამიანს მიმართ მიმდინარეობდა განსაკუთრებული ბულინგი. და ამ ყველაფერს აკეთებდნენ ის პირები, რომლებიც პირდაპირ გარედამფირესდებიან გარემითებას დამორჩილებულები არიან. შესაბამისად, ამ ადამიანებს კიდევ ერთი საფუძველი აქვთ, რომ ბოდიში მოუხადონ მთლიან საზოგადოებას და კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ მათი ადგილი უბრალოდ საჯარო პოლიტიკაში არ არის. გახსოვს, როდესაც სალომე ზურაბიშვილს აქვს ნათქვამი და ამასთან დაკავშირებით ბატონმა ირაკლი გობახიძემ ისაუბრა, რომ აგერ თურმე ზელენსკის ხვდებიან წითელი ხალიჩით და თქვენ იყავით ასეო და იყავით ასე ყოფნაში, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას გულისხმობდა, თურმე ეს გალბატონი და რომ დაგვეჯერებინა ასეთი პირებისთვის, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ფორმებით მოგვიწოდებდნენ, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო ან პროქსი სახელმწიფოდ გამოყენებულიყო ჩვენი ქვეყანა, ვივიღებდით შედეგს იმ ომის გარსაცმელს, რაც უკრაინაში იყო.